I'm German Homelos, I drink coffee and I know things. 47 ეპიზოდის სიტყვა არის ვეიმაყობა. უნდა ვაღიარო დასაწყისშივე, რომ ეს კატეგორია სოციალური ქსელების დახმარებით აღმოვაჩინე და სანამ ბოლომდე არ დავწმუნდი, რომ არ მომჩვენებია, იქამდე არც მიფიქრია სიტყვის შექმნა, მაგრამ ახლა რადგანაც ვიცი, რომ ნამდვილად არსებობს ვეიმაყობა, ის ნამდვილად საჭიროებს სიტყვის შექმნას. რადგან ჩემი აზრით ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი სიძვირფასე მისი ბუნებრივობა, ნამდვილობა და გულწრფელობაა. ვეიმაყობა დაახლოებით იგივე რამაა, რაც კონფორმიზმი, ოღონდ გაცილებით უფრო გამაღიზიანებელი და საშიში, თუ მართლა აიტაცებს დიდი მასა მას. ვეიმაყობა არის ისეთი რაღაცების კეთება, ლაპარაკი, მიღება, რაც მოდაშია. ტრენდულია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს შეიძლება საერთოდ არ მოსწონდეს ამ რაღაცის კეთება, არ უნდოდეს ამისი თქმა და არ ეთანხმებოდეს რაიმე კონკრეტულ მოსაზრებას, იდეას, გადაწყვეტილებას, მაგრამ აკეთებს ამას იმიტომ, რომ ხალხმა დაინახოს, რომ ამას აკეთებს. ხალხს მოაწონოს თავი, რომ მოდური გამოჩნდეს. ვეიმაყობა ფარისევლობის უმაღლესი, ბოლო ტურია, ბოლო ლეველია. ამ დროს ადამიანს დაკარგული აქვს პიროვნულობა, ხასიათი და რაც მთავარია პრინციპები. ხდება რაღაც სოციალური თოჯინა, რომელიც ყველას უნდა მოსწონდეს, ყველას უნდა უყვარდეს, იყოს დაპროგრამებული და სრულად წინასწარ სცენარიზებული. ეს ძალიან ზღაპრულად ჩანს, მაგრამ ათასობით ადამიანი ცხოვრობს ჩვენს შორის ასეთი ფსიქოტიპი. ოღონდაც მარტო არ დარჩეს, ოღონდაც არ უარყონ, არ გარიყონ, არ დასცინონ და გააკეთებს იმას, რასაც ყველა აკეთებს. ნამდვილი ძალა და სიძვირფასე არის შენს ბუნებრივ პერსონაჟულობაში, პრინციპებში და ნამდვილობაში. რომ რასაც იტყვი, იმას ასრულებ და რასაც აკეთებ, იმას ამბობ. არასდროს არ უნდა შეიცვალო იმის გამო, რომ ვიღაცებს თავი მოაწონო.